ზოგადად რომ შევაფასოთ ახლა ეს რეალიები შეერთებული შტატებისა და ჰუსიტების დაპირისპირების აი ამ მოვლენებმა აჩვენა ის რომ შეერთებული შტატების სამხედრო ჩართულობას თანდათანობით უფრო ეზრდება ლიმიტები ანუ ისეთივე მარტივი და ესეთი ღია ნებელობა შეერთებულ შტატებს მომავალში ვეღარ ექნება რომ მან აწარმოოს სამხედრო კონფლიქტები ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ გამომდინარე იქიდან რომ საკმაოდ შეიცვალა თავად ომის წარმოების მეთოდები, საშუალებები, შეიარაღება, საკმაოდ იცვლება ესეთი ანუ სამხედრო სტატისტიკური უპირატესობა აღარ არის განსაზღვრელი გარკვეულწილად ომის შედეგებისთვის, ხო? ანუ სამხედრო ასიმეტრია არაფერს პრაქტიკულად არ გასაზღვრავს, მაგრამ რაღაც სუბიექტ შეუძლია რომ საკუთარი სიმცირიდან ან რაღაც რესურსული სიმცირიდან გამომდინარე, მაინც შეუძლია წინააღმდეგობა გაწიოს ისეთი, რომ მაგალითად აი ამ სამხედრო დომინანტ მხარეს არ უღირდეს სამხედრო კამპანიების წარმოება. მეორე მომენტი, რაც აქ არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ აი ამ ჰუსიტებთან დაპირისპირებით საკმაოდ დიდი პრესტიჟული ზიანი მიადგა შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს და აჩვენა ის, რომ თანამედროვე სამხედრო დაპირისპირებებში მსხვილი საზღვაო ხომალდები არიან საკმაოდ მოწყვლადები, თანამედროვე აი ამ სარაკეტო და დრონების ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ მსხვილი სამხედრო გემები არის ძალიან მარტივი სამიზნეები აი ამ თავდასხმებისთვის და საკმაოდ იოლია მათი განეიტრალება და რომელიც ასე ვთქვათ თუკი ცივი ომის განმავლობაში იყო ესეთი შიშის მომგვრელი სამხედრო შეიარაღება, ავიამზიდები, რომლებიც რეალურად არის ზღვაზე ცურავი ავიაბაზა, დღეს ისინი არიან საკმაოდ მოწყვლადები, რომელთა ხარჯი არ შეესაბამება მათ მიერ ასე ვთქვათ გენერირებულ უსაფრთხოებას და შეიძლება ვთქვათ, რომ თანდათანობით შეიძლება დაიწყოს პარადიგმული ცვლილება აი ამ საზღვაო ძალების თან დაკავშირებით შეერთებული შტატებისთვის. აი ამ კუთხით შეიძლება იყოს უწოდოთ აი ამ სულ რაღაც აი ამ თვენახევრიან დაპირისპირებას ეპოქალური მომენტიც კი. აი ამ